სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. მოახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეგიონში მიმდინარე პროექტებს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდსა და მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ჩხოროწყუში კი ხაბუმეს 161 მეტრიანი ხიდის მშენებლობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ. ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მოვინახულეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები. ძირითადად შევამოწმეთ რამდენად მიყვება მიმდინარე სამუშაოები წლის დასაწყისში დაგეგმილ გეგმაგრაფიკებს. მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით ზუგდიდში და მარტვილშიც ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. ამ დროისათვის რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ჩვენს რეგიონში 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი 153 ახალ პროექტს დავიწყებთ. მათ შორისაა გზების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების და სკოლებში სხვადასხვა სახის რეაბილიტაციის პროექტები.